ანმორიცი, ზამთრის მონტე-კარლო, სადაც ფუფუნება და ექსტრავაგანტულობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ისინი, ვინც ზაფხულობით მონტე-კარლოში იახტებით მიდიან, ზამთარში აქ ჩამოდიან და $10,000 შამპანურით ხელში მთებზე სრიალებენ. სან-მორიცს ასევე აქვს საკუთარი ტბა, რომელიც სან-მორიცის ტბის სახელითაა ცნობილი. ზაფხულობით ეს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია რეგიონში, სადაც დაცურავენ ნიარქნიანი გემები და ისვენებენ ამავდროულად გრილდებიან დამსვენებლები. ხოლო ზამთარში მთლიანი ტბა იყინება და გადაიქცევა გასართობ ატრაქციად. ტბას იმხელა ყინული ედება, რომ მთლიან საავტომობილო სოფელსაც კი იტევს. სწორედ აქ იმართება აისი, მსოფლიოში ყველაზე ექსტრავაგანტული და ელეგანტური საავტომობილო ივენთი, სადაც მიმტანებს შამპანურით სიგურებით მიაქვთ, ცუგებს მონკლერის კურტკა აცვიათ, ხოლო მანქანების ღირებულება $5 მილიონიდან იწყება. ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა. ეხლა თქვენ ნახავთ, როგორ ჯდება ჰორაციო პაგანი თავის ქმნილებაში. ივენთის პირველი დღე იმით დაიწყო, რომ პაგანისთვის სპეციალური დრო იყო გამოყოფილი, სადაც ვნახეთ ხელოვნების ეს ნიმუში, როგორ დადიოდა და სრიალებდა გაყინულ ტბაზე. ჰორაციო პაგანის მიერ შესრულებული მესამე და მეოთხე სიმფონიის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე, რომ გადავსულიყავი ავტომობილებთან. მოკლედ მეგობრებო, ახლა უკვე გადმოვედით ძველი ავტომობილებისკენ. ეს არის ის, რის გამოც მე პირადად აქ ჩამოვედი. პაგანი რო აქ დამხვდა, სიმართლე გითხრათ, სიურპრიზი იყო, ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი. გარდა მაგისა, აქ არის კიდევ რამდენიმე ძალიან უცნაური მანქანა, რომელიც ცალკე დგას, მაგრამ მაგასთან მერე ცოტა მოგვიანებით. ახლა კი წავიდე და დაგათვალიერებინებ თუ რა მანქანებია და ხვალ რა ავტომობილები ისრიალებენ აი იქ გაყინულ ტბაზე სან-მორიცში. წავედით. Safety car-ად რატომღაც Volvo P1000 აქვს 1800 აქვს გამოყენებული. სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოდელია Volvo-ს, რომელიც შეუქმნია. ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზიც რა. ძალიან ზვირიანი არ არის, მაგრამ ეს მანქანა ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ვიზუალურად ლამაზია და safety car-ისთვის ტოპია რა. ახლა მინდა გაჩვენოთ ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ავტომობილი, რომელიც Audi შეუქმნია, ეს არის Audi RS002, რომელიც შეიქმნა რალის Group S შეჯიბრისთვის. Group S იყო Group B-ს უფრო არაკონტროლირებადი და სახიფათო, ასე ვთქვათ, ჯგუფი, მაგრამ ეს მანქანა სინამდვილეში არასოდეს გამოსულა ტრეკზე. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია მოიპოვება ახლა, რომ არასოდეს გამოსულა ტრეკზე, იმიტომ რომ როდესაც Group S-ზე მუშაობა დაიწყეს და ეს მანქანა შექმნეს, Group B-ც კი გაუქმდა და Group S-ი Group B-ზე უფრო რთული და არაკონტროლირებადი და საშიში ჯგუფი იყო, ამიტომ ორივე ჯგუფი გაუქმდა, FIA-მ ორივე გააუქმა და შესაბამისად Audi-s ეს პროექტიც გააჩერეს რა. თუმცა მანქანა შექმნილი იყო, რამდენიმე პროტოტიპი არსებობს და ერთ-ერთი ბოლო ამ მანქანის გამოჩენა იყო, რომ Ken Block-ს გაატარებინეს, როგორც ცნობილია, 1996 წელს გამოჩნდა ეს მანქანა, ასე რომ ასეთ ივენთებზე ყველაზე ხშირად შეხვდებით იმ კონცეპტუალურ ავტომობილებს, რომლებაც რეალიზაცია ვერ პოვეს რეალურ სამყაროში. ახლა ერთ-ერთ საინტერესო და მხიარულ ავტომობილზე მინდა მოგიყვეთ, ეს არის Auto Bianchi 112, რომელიც არის Fiat 124-ის ტექნიკით შექმნილი. ეს არის კონცეპტუალური ავტომობილი, რა თქმა უნდა, არასოდეს ეს ქუჩებში არ გამოსულა და ამ მანქანის იდეა იყო, რომ უნდა ყოფილიყო პატარა მხიარული ავტომობილი, რომელსაც ექნებოდა ინოვაციური დიზაინი და ინსპირებული იქნებოდა კატერის დიზაინისგან რა. ანუ თქვენ ნახავთ, რომ ცოტა ნავს გავს, რაც ანუსაურია, ფარები აქ აქვს გადმოტანილი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არაპრაქტიკულია, უბრალოდ კონცეპტია და კონცეპტში იცით, რომ დიზაინერებს უყვართ, როდესაც ფანტაზიას გასახანს აძლევენ რა. ამ მანქანაზე უნდა დამდგარიყო 1.1 ლიტრიანი Fiat-ის ძრავი, რომელიც იქნებოდა 55 ცხენის ძალიანი და მანქანის წონა ჯამში იქნებოდა 650 კილოგრამი. ეს ციფრები ერთ-ერთში ემთხვევა ზაპოროჟეცის ციფრებს და იქით ნახავთ, ეს ახლა Ferrari წამოგადავიდეთ ნახოთ.
ადგილზე მისულმა აღმოვაჩინა, რომ Ferrari კი არა, Cooper-ის Formula 1-ის ავტომობილი იყო დაქოქილი და მე პატრონესაც გავესაუბრე. So there is two carburetors working together synchronously. Yeah, 4 cylinders, yeah? yeah, yeah. Oh my god, I don't even want to think about if this like breaks down, who can synchronize it again? Like who can synchronize it? Those two. Really? Yeah. Yeah, that's So this young lady can synchronize for a long time, I think. So it's beautiful. This is a gearbox. yeah. It's a Citroen Ersa gearbox. Citroen built the racing gearbox at that time. The car is very light. It only has 500 kilograms and 185 horsepower, so it's quite fast. Yeah. მოკლედ მე პატრონესთან ერთად გავიარე ახლა ამ მანქანის შესახებ დეტალები. ეს არის T45, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ერადა Formula 1-ის ისტორიაში, დაახლოებით 50-იანი წლებიდან არის და არის ძალიან საინტერესო მანქანა. სულ არის 600 კილოგრამი და არის 2 ლიტრიანი ძრავით, 2 ლიტრიანი ძრავით, რომელიც არის 4 ცილინდრიანი და ორი კარბურატორი აყენია ზედ, რომელიც სინქრონიზირებულად მუშაობს. და ეხლა საუბრობდით, რომ პირველი რაც უთხარი არის, რომ მეთქი ჩემ მანქანას თქო ერთი კარბურატორი აქვს თქო და ეგ ვერ ამუშავე წესიერა თქო რა და შენ ორს ამუშავე თან სინქრონიზირებულია ხო და იაგუარი ტაიპი მყავსო რა რომელზეც ზუსტად იგივე პრობლემა მქონდაო და მაშინ გავიცანიო ეს ორი ადამიანიო აგერ გოგონა და ხნიერი მამაკაცია რა იქ წითელი რუაცია ქურთუკი ეგენი არიან ამ მანქანის ხელოსნები და ეს გოგო აკეთებს ამ კარბურატორების სინქრონიზაციას რა მოკლედ ჩვენ ქვეყანაში რატომღაც ძველებური ავტომობილების ხელოსნები აღარ ყავს, მაგრამ სხვა ქვეყნებში ეს გადადის თაობებზე ასწავლიან შვილებს და აგერ გოგო აკეთებს კარბურატორების მას დარეგულირებას და თან მარტო დარეგულირებას კი არა, სინქრონიზაციას, ანუ ორ კარბურატორს ერთმანეთთან ისი ამუშავებს, რომ მანქანა მუშაობს ფანტასტიკურად. წეგან ჩავწერე კიდეც ვიდეო, თქვენ ნახავთ კადრებს. მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცაა რა. წარმოიდგინეთ ძრავზე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა. მოკლედ ეს არის 2 ლიტრიანი ძრავი, რომელიც ამ მანქანას რბოლისას ქონდა უკვე არაფერი ახალი არ არის. ამ ძრავისთვის რაც გააკეთეს კონკრეტულად, აი ეს შემკრები გაუკეთეს, ჩვენი თავაწყეთო, იმიტომ რომ თოვლს იღებდა აქედან და არ გვინდოდა რომ თოვლი მოხვედრილ იყო და ნაგავი კარბურატორში, ამიტომ ეს შემკრები გაუკეთეს და ჰაერს იღებენ ახლა აქედან. რა თქმა უნდა, გადახურების პრობლემა ექნება, დიდხანს ვერ ამუშავებთ, მაგრამ კარგი გადაწყვეტა ერთი დღისთვის რა. ძალიან გამიმართლა რომ მე პატრონესაც შევხვდით, მან პირადად ამისნა ყველაფერი, თავის საკონტაქტოს დამიტოვა, stay in touch-ო, მეთქი ბაზარი არა, იმიტომ რომ სასიამოვნო იქნება ძალიან რომ ესეთი გამოცდილება ადამიანს რო აქვს გაიზიარო, მომავალში მეც ვაპირებ რომ ესეთი მანქანა მყავდეს რა თქმა უნდა, დამჭირდება მისი გამოცდილება. კაი, წამოდი ახლა გავაგზავნოთ სხვა მანქანები მინდა და გათვალიერებინოთ და გადავიდეთ ბარემ ბუგატიზე. სხვათა შორის გამიმართლა, რომ სწორედ ეს ბუგატი ვნახე. ძალიან იშვიათი ავტომობილია და დიდი ხანია მაინტერესებს მისი ლაივში ნახვა. მოკლედ გადმოვიდეთ ახლა ბუგატისთან, უკვე ეს არის T47, რომელიც ეტორე ბუგატის შვილმა შექმნა 1940-იან წლებში და იყო ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ავტომობილი იმ დროისთვის, იმიტომ რომ აეროდინამიულად ძალიან დახვეწილი მანქანა იყო, დაახლოებით 300 ცხენის ძალა ჰქონდა მოდელის მიხედვით, იმიტომ რომ რამდენიმე ვარიაცია გააკეთეს და რამდენიმე ძრავით 20 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ჰქონდა ყველას და იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრულ და დახვეწილ ავტომობილად მიიჩნეოდა. ნუ იდეაში ახლაც ასია რა. ამ დაყლებებზე დახვეწილი და ყველა ვარიანტია. ამ მანქანაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა ითქვას არის, რომ ქონდა წკრივში ჩალაგებული 8 ცილინდრიანი ძრავა, ანუ V-ტიპის კი არ ქონდა. წკრივში ჩალაგებული 8 ცილინდრი ქონდა, მაგითო აქ ამხელა ძრავსახურავი, კაპოტი, იმიტომ რომ აქ 8 ცილინდრია ჩალაგებული, 3.9 ლიტრიანი იყო და ნუ იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და დახვეწილი ავტომობილი იყო, რომელსაც დრომ, რა თქმა უნდა, კლასი ვერ წარდა. ეს კი არის Aston Martin-ის DBR4, მისი მცდელობა რომ Formula 1-ში შესულიყო, რომელმაც ჩაისვარა, ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ უკვე დაგვიანებული იყო ამ მანქანის ტექნოლოგიები იმ დროისთვის, ეს არის 1959 წლის მოდელი, როდესაც F1-ის სარბოლოო ავტომობილები უკვე შუა და უკანა ძრავიანები იყო და Aston Martin-ის ჯერ ისევ წინა ძრავიანი 6 ცილინდრიანი ძრავი ქონდა ამ მანქანაში რა. თუმცა მონაცემები საკმაოდ მაგარი ქონდა 250-დან 300 ცხენის ძალამდე ქონდა დაახლოებით, ეხლა ზუსტად არ არის ინფორმაცია ამაზე ინტერნეტში. ხო, დარწმუნებული ამ ძრავის შექმნელი იყო ასეთ დაყლებული, უკიდნა რომ შემოვა უზრდელი. ხო, მაგრამ
მანქანა იყო სულ 600 კილოგრამი, რაც საშუალებას აძლევდა, რომ ძალიან სწრაფი ყოფილიყო. მაგრამ ნუ რას ვიზამთ ახლა რა, იმ დროის როდესაც უკვე შუაძრავიან მანქანას უნდა შეეჯიბრო წინაძრავიანით, რა თქმა უნდა, წონის გადანაწილება ისეთი ვერ გექნება, როგორც უნდა კონდეს, მოსახვევში სნოში წაგიღებს, ისე კარგად ვერიული, ამ მანქანამაც მასე ჩაისვარა და ვერ შედგა ეს პროექტი და Aston Martin Formula 1-ში ამით ვერ გადავიდა რა. თუმცა DBR3 და DBR2 და DBR1 ქონდა მანამდე, რომლითაც სხვა საბოლოო დისციპლინებში გამოდიოდა და ნუ იქ თავისი რაღაცა წარმატებები პოვეს, დიდი ვერაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში F1-ში ვერ ქნეს ვერაფერი რა. მაგრამ ეხა F1-ში ვიც ქნა, ბევრი რამე, მაგასთან უნდა გადავიდეთ, ეს არის უკვე Ferrari. ეს კი არის მიზეზი, რატომაც Aston Martin-მა ვერაფერი ვერ ქნა Formula 1-ში. ეს არის Formula 1-ის Ferrari-ის ბოლიდი, რომელიც 1952-1953 წლებში დომინირებდა. ეს ის წლებია, როდესაც Formula 1 დროებით დაბრუნდა 2 ლიტრიან ძრავებზე, ანუ შეზღუდა დააწესეს, რომ ძრავი უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 2 და 0 და Ferrari-ის ძრავი აღმოჩნდა საუკეთესო. აქ არის 4 ცილინდრიანი ძრავი Ferrari-ისგან, რომელიც იყო ყველაზე დახვეწილი იმ პერიოდისთვის, ასევე მანქანა ძალიან განსხვავდებოდა სხვა ბოლიდებისგან, პირდაპირ ვთქვათ, იმდენად განსხვავდებოდა და იმდენად მაგარი მანქანა იყო, რომ 52-ში 7 რბოლიდან 7-ვე მოიგო და 53-ში 9 რბოლიდან 7 მოიგო. მაშინ ასკარი იყო ამ მანქანის პილოტის გვარი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პილოტია Formula 1-ის ისტორიაში და ნამდვილად ძალიან დიდი ფურორი მოახდინა ამ ავტომობილმა. ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლიდიც Ferrari-ის ისტორიაში და ძალიან გამიმართლა, რომ ეხლა აქ დგას, შემიძლია ვნახოთ ჩემი თვალით და დავათვალიერო, იმიტომ რომ მართლა საინტერესო ეგზემპლარია. აქ ძრავი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, უკან არ ქონდა ჯერ ძრავები გადატანილი და ეს არის მექანიზმი, რომელთაც ეს ავტომობილი იქოქებოდა. და ბოლოს, ამ მანქანის ღირებულება არის 20 მილიონზე მეტი, ანუ ძალიან ჩვეულებრივად ამ მანქანის ღირებულება 20 მილიონს აღემატება. ანუ ვიდეო რითიც დავიწყე, პაგანი უტოპია რომ მომწოს მე ძალიან, ეგ მანქანა ღირს დაახლოებით 5 მილიონი, ეს 4 ჯერ ძვირი ღირს. და იმ კაცს არის იქ რო დგას რა. მე 60 წლის ასაკში. ამ დროს გადავწყვიტე რომ ცოტა დამესვენა, რადგან მთელი დღის განმავლობაში სიცივეში, თოვლში ესე სიარული და ვიდეოების გადაღება საკმაოდ დამღლელი ყოფილა. პატარა შესვენების შემდეგ ისევ ავტომობილებს დაუბრუნდი. მოკლედ დავფიქრე რომ რაღაცა მაკლდა და ეს იყო რა თქმა უნდა შამპანური და 1900 Alfa Romeo. მოკლედ ეს არის Alfa Romeo 1900 Zagato, რომელიც არის 1900 სერიის ყველაზე ექსკლუზიური და ყველაზე ძვირადღირებული ვერსია. ეს მოდელი ცნობილია იმისთვის, რომ გამოვიდა და შეიქმნა ლოზუნგით ოჯახისა და გამარჯვებისთვის. ანუ ეს იყო ავტომობილი იმ დაოჯახებული მამაკაცებისთვის, რომელსაც ასევე გამარჯვება სურდათ რბოლებში. არის ძალიან ლამაზი ავტომობილი, რომელიც არის unibody, ანუ მთლიანი შასი, ეს ახალი თაობა იყო იმ პერიოდში, უკვე ეს მთლიანი შასია დადგმული ჩონჩხზე და არის ალუმინის 6 ცილინდრიანი ძრავით, რაც ნიშნავს, რომ ძალიან მსუბუქია და ნუ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Alfa Romeo და ალბათ ყოველ 100 მეტრში გაფუჭდებოდა და მაგას თუ უარყოფთ, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სპორტული ავტომობილი იყო იმ პერიოდის. მე განსაკუთრებით მომწონს მისია ეს სიფათი, რომელიც უცნაური, ანუ ყველა მანქანაში გამოარჩევ რა. ფარები, აი 6 ფარი აქვს წინ და ყველა ფარი არა, უბრალოდ ეს მოხოვის სიმცირებია, მაგრამ 6 ნატურა აქვს წინ და ყველა არის უნიკალური ზომის და უნიკალურ ადგილას განლაგებული. სიმეტრიულად არის ყველაფერი, თუ დააკვირდებით, ანუ აქეთ და იქეთ ლოგოს, აქეთ და ლოგოს იქით ყველაფერი სიმეტრიულადაა. ორი ჭრილი აქ არის ამობურცული, რომელიც ასევე თავზე გადაყვება და მძღოლის და მგზავრის ხარეს ესე პატარა ამობურცულები აქვს, რომელიც იდეალურად ჯდება დიზაინში. ჩემი აზრით, ამ ამობურცულმა გახადა ამ მანქანის დიზაინი ასეთი სრულყოფილი, იმიტომ რომ როგორი რაღაცა იცი? აი რო არ ქონოდა ის ამოწეულები თავზე რა. არაფერი არავინ არ იტყოდა რომ რატო არა აქვს, მაგრამ რო აქვს, ხვდები რომ უნდა კონდეს რა. კარგი, ეხლა მოდი ეს მანქანა კარგად დეტალებში დავათვალიეროთ და შემდეგ გადავიდეთ უკვე იქით, მინდა რომ Bentley-ს 1920 წლის ლემანის სარბოლო მოდელი გაჩვენოთ. აი ეს არის ის რა მანქანაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, ეს არის Bentley Speed 6, რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი Bentley. ანუ ვიზუალურად მომწონს ძალიან მაგრად რა, ანუ რა გავაკეთო, ჩემი აზრით ყველაზე დახვეწილი სარბოლო ავტომობილია იმ პერიოდიდან. Bentley სხვათა შორის ცნობილია ასეთი წარმატებული საბოლოო ავტომობილები და ლემასის ავტორბოლების ძალიან დიდი ისტორიაც აქვს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ეგ არ არის პოპულარული. იმიტომ რომ ჩვენთან იმ პერიოდში, როდესაც ინგლისში ამ ავტომობილებს უშვებდნენ, რუსეთის ოკუპაციას ვებრძოდით, ეს მანქანა არის გამოშვებული 1930-იან წლებში და როგორც იცით 1921 წელს რო დაგვიპყრეს, იმის მერე დიდი ხანი მოგვიწია ბრძოლა რუსეთის ოკუპაციასთან რა, მოკლედ. მაგრამ ნუ მაშინ იმ პერიოდში ინგლისში აი ეს სილამაზე ხდებოდა და არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საკულტო წარმომადგენელი. სხვათა შორის კონკრეტულად ეს მანქანა ეკუთვნოდა Bentley-ს ერთ-ერთ ყველაზე
ყველაზე ცნობილ კლიენტს, რომელიც Bentley-ის ფლობელთა რიგებში ძალიან ცნობილი იყო იმ პერიოდისთვის. მის მერე 6 ხელი გამოიარა ამ მანქანამ და თქვენ თუ იცით ვინ არის ის ადამიანი, ვისაც ეს ეკუთვნოდა და ვინ არის ესეთი ცნობილი Bentley-ის მომხმარებელი იმ პერიოდიდან, დაწერეთ კომენტარებში და მე TikTok-ზე დავდებ ამის პასუხს. ეხლა გადავიღებ ვიდეოს და TikTok-ზე იქნება პასუხი და TikTok-ზე გაიგებთ ვინ არის და თუ თქვენ იცით, მანამდე დაწერეთ კომენტარებში. არ დაგუგლოთ, თხოვნა იქნება. და ჩემი აზრით ამ გამოფენის ყველაზე უცნაური ავტომობილი არის Fiat 1000 რეკორდი, რომელიც აბარდთან თანამშრომლობით შეიქმნა რა. მოკლედ, ძალიან საინტერესო რაღაცა უნდა გავიაროთ ახლა. ეს არის მანქანა, რომელსაც აქვს 1 ლიტრიანი ძრავა, 1 ლიტრიანი. მარტო 1 ლიტრიანი ძრავა. იწონის 550 კილოზე ნაკლებს და მოხსნილი აქვს სოფლიო რეკორდის სიჩქარეში. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ Ferrari-ცა და Abarth-იც იყო იტალიური ბრენდები, Ferrari-ის ფილოსოფია იყო, რომ დიდძრავიანი ძლიერი ავტომობილები შეექმნა, რომელიც ორიენტირებული იყო handling-სა და გამძლეობაზე რა. ხოლო Abarth-ის ფილოსოფია იყო ეგეთი, რომ უნდა შეექმნა რაც შეიძლება პატარა, მაგრამ ეფექტური ავტომობილები. მისი იდეა იყო ის, რომ რაც შეიძლება პატარა ძრავიდან ამოიღო რაც შეიძლება მეტი ცხენის ძალა და რაც შეიძლება პატარა ავტომობილი გაეხადა რაც შეიძლება სწრაფი და ფუნქციონალური. სწორედ ამის სრული რეალიზაცია ეს მანქანა რა. წვეთის ფორმა აქვს თუ დააკვირდებით, აეროდინამიულად არის მაქსიმალურად დახვეწილი, არსად არ არის აქ გამოწეული არაფერი, ყველაფერი მიუყვება ერთ ფორმას. ასევე აეროდინამიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანქანა იყოს ვიწრო, რაც უფრო ვიწრო იქნება, მით უფრო ნაკლები წინააღმდეგობა ექნება HR-თან. შესაბამისად, ამ მანქანის თვლების სიგანი არის ძალიან პატარა, ანუ ძალიან ვიწროა ეს მანქანა და მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანას ქონდა პატარა ძრავი, არის ფიქრობთ, რომ რესურსი საერთოდ არ ქონდა და ძალიან მალე ფუჭდებოდა რა. მოკლედ, 3 რეკორდი მინდა გითხრათ, რომელიც ამ მანქანამ დაამყარა. პირველი რეკორდი იყო, რომ 12 საათის განმავლობაში საშუალოდ 203 კმ/სთ იმოძრავა და 2000 მილი დაფარა. შემდეგ 24 საათის განმავლობაში იმოძრავა საშუალოდ 198 კმ/სთ და ბოლოს 72 საათის განმავლობაში იმოძრავა 185 უბრალოდ 186 კმ/სთ, რაც არის ფენომენალური მაჩვენებელი. ეს იმ დროისთვის იყო რეკორდი რა. მოკლედ, აი ესეთი ინჟინერიის შედევრი დადო Abarth-მა 1960 წელს და ახლა აქ არის წარმოდგენილი. ალბათ ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო იქნება ამ მანქანის ხილვა იმ ყინულზე თუ შევა. წესით უნდა შევიდეს, მაგრამ ახლა თავს ვერაფერზე დავდებ, იმიტომ რომ რავია ბა. ურანაირად უხობს საერთოდ ეს. უკოსვლა წესით არ უნდა ქონდეს საერთოდ რა, მაგრამ ნახოთ, მოკლედ, ნახოთ თუ ეს მანქანა გაივლის იმ ყინულზე, ყველაზე გახარებული ვიქნები მე. სანამ ხვალიდელ დღეზე გადავართ, არ დაგავიწყოთ, რომ ჩემი არხის წამდგენი არის Karuji. Karuji-ზე შეგიძლია გადახვიდეთ და შეიძინოთ დაზღვევად შენი ავტომობილისთვის, გამოიძახოთ ავტოასისტენტი, დაჯავშნოთ ვიზიტი ხელოსანთან, მიხვიდეთ და თქვენით შეაკეთოთ და ასევე ძალიან მაგარი რაღაც მინდა გითხრათ უკვე Celuji-ზე, გავყიდეთ BMW 130 ლარად შეიძინა მე პატრონემ. გადაცემის ვიდეო დაიდება მალე YouTube არხზე, შეგიძლიათ ნახოთ. მოკლედ ძალიან გახარებული ვართ, მე ვედის უკვე იმ მომენტამდე, როდესაც მანქანაც გავყიდეთ Celuji-ზე. ვისწავლე ბევრი რაღაცა. პირდაპირ გეტყვით ამ მანქანაში მე ვიზარალე, მაგრამ ვისწავლე ძალიან ბევრი რაღაცა და ჩემი აზრით მომავალში რეალურია, რომ ავტომობილები გაიყიდოს Celuji-ზე და ვნახოთ, შემდეგი მანქანა ძალიან მალე დაანონსდება, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი, ძალიან მალე დაანონსდება და ყველას გექნება ჩანსი, რომ 5 ლარად წაიყვანოთ, 5 ლარიდან წაიყვანოთ ავტომობილის სახში. ძალიან დიახ. სან-მორიცში არც ისე მზიანი მეორე დღე გათენდა. ტემპერატურა გაცილებით უფრო დაბალი იყო ვიდრე პირველ დღეს. ძალიან ციოდა და სიმართლე გითხრათ არც დიდად სახალისო იყო ამ ამინჩის სეირნობა. თუმცა რა თქმა უნდა ვერაფერი გამაჩერებდა იმიტომ რომ იქ გაყინულ ტბაზე მოსრიალე კლასიკური ავტომობილები მელოდებოდა. ამიტომ დილიდანვე ქუდმოგლეჯილი გავიქეცი სან-მორიცის ტბისკენ. ესეც მეორე დღე მეგობრებო, ისეთი მზი აღარ არის როგორც გუშინ იყო და დღეს არის უკვე ის შოუ, ის დიდი შოუ, რომელიც გამოც აქ ჩამოვედით, როგორც რეალებენ ყინულზე ეს მილიონებად შეფასებული ავტომობილები, მაგრამ ჩემი ფეხები არაფერსაც ასრიალებენ, დადიან ტრაქში კოილიზურებად ვეღარ იკავებენ, ეს ბებერი მილიარდერების ხედან თავის მანქანებზე ჩასმული ყავს შიგნით კამერამენები და ეს რაღაცებს აკეთებენ შიგნით რა და ნახე მე აჩვენებენ იქ თავის რუს საყვარლებს და ბიზნეს პარტნიორებს, ნახე იქ აი ესე როგორ ვიარე და გარედან აი ესე დადის, აი მილიარდერს უზის კამერამენი მანქანაში და ესე დებილობას აკეთებს და ეს არის შოუ. ეხა კიდე ეს იყო ყველაზე დიდი დრიფტი, რომელიც ამ კობრამ აქ გააკეთა რა. ვაიმე. და ქარია კიდე ცივა, გუშინ უკეთ სიამოვნდი იყო. იმედია შეიცვლება რაღაცა და ესე არ გაგრძელდება. იმედია. კაი, ეხლა მოდი უნდა გითხრათ რა ხდება დღეს რა. ვერ ვიტყვი რომ აღფრთოვანებული ვარ, იმიტომ რომ ეს მანქანები დაღოღავენ ძირითადად, რამე შოუ არ იდგმება. უფრო ისეთი გასტა მაქვს რომ მილიარდერი ბიძების გასართობად ვარ მოსული.
ჩამოიყვანეს ტივე მანქანები და მათ ჩვენ მე რომ ნახე რა მანქანა მყავს და всё, ეგ არის და ეგ მეტი აფერი. რამე ხა შოუ რო გითხრათ რო არის არა. ისევ ამ მანქანებთან ურთიერთობა და ისევ ეს საინტერესო ხალხი უფრო საინტერესოა ჩემთვის ვიდრე აი იქ ტბაზე რომ მანქანები დადიან ეგ. ნუ კარგი კამერით და კარგი რაღაცებით თუ გადაიღებ ახლოდან აი რო ზუმავს იმენა რა აი სულში რო ჩახედავს ადამიანს ეგეთი კამერით თუ გადაიღებ კი ბატონო შეიძლება საინტერესო იყოს მაგრამ ეხა თვალით ეს რო უყურებ ეფექტური იმდენად არ არის რა რო გითხრათ რომ არის არა მოგატყუებთ Yes. სავალ ეხა ისე დავათვალიერებ რაღაცებს ჯობია რა Very. მოკლედ მეორე დღემ ჩემი იმედები რო გითხრათ რომ გაამართლათ რომ მოგატყუებთ ბევრად უკეთეს ველოდი მაგრამ თავიდან რა საშინელებაც მეგონა ისეთი საშინელებაც არ აღმოჩნდა მოგვიანებით ცოტა გამოასწორეს უკეთესად იარეს ეხლა არის შესვენება და ამ შესვენების შემდეგ უკვე დაიწყება კონკურსი და გამოავლენენ გამარჯვებულს თითოეულ კატეგორიაში რამდენიმე საათიანი შესვენების შემდეგ ავტომობილებმა კიდევ რამდენიმე წრე გაიარეს გაყინულ ტბაზე და შემოვიდნენ პარკინგზე. მორჩნენ ავტომობილების სიარულს ამ გაყინულ ტბაზე, ეხლა შემოვიდნენ და ელოდებიან ნომინაციას რა. ამათი ნომინაციები ეხლა მე დიდად არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო არაფერია. მანამდე მინდა ეხლა შევაჯამო ეს ივენთი რა. რას ვფიქრობ? აის სან მორიცე, აი კომოზე რო ვიყავი რა, კონკურსო დე ელეგანსაზე ის ხო გითხარით რომ ძალიან მაგრამ მომეწონა რაღაც. აი ახამაზე რას ვფიქრობ რა. ჩემი აზრით როგორი ივენთია იცი? აი შეიძლება ერთხელ ჩამოხვიდე, უყურო ნახო რომ აი პროსტა ნამყოფი იყო ამ ივენთზე და всё, ანუ რო გითხრათ რომ აი მაგრა გაერთობი და ვაუ და რაღაც არა, იმედები გამიცრუა საკმაოდ. ბევრად მეც მოველოდი. ისეთი გაცდა მქონდა მეორე დღის განმავლობაში რომ დიდარმა ხალხმა დაგიგმეს ივენთი, რაშიც გადამახტევინეს საკმაოდ დიდი თანხა, რომ მე ჩამოვსულიყავი, ბოდიში ხო, ჩემში ყოველთვის გადახტევინეს საკმაოდ დიდი თანხა, რომ მე ჩამოვსულიყავი და ისეთი სახით შემომხედა, გარჩე რომ აი აქვე გამომჭრიდა ყას. მე ჩამოვსულიყავი და მეყურებინა თუ როგორ გამოუვიდა ცხოვრებაში რაღაცეები რა. ესე დადიოდნენ ძალიან ჩაურებდა დადიოდნენ. პროსტა კატაობდნენ, არ ჩაუდგავდნენ არაფერს და მე ესე ვიდექი და უყურებდი რა. კაჩი დიდრები ეუბნებიან აი ესე ჩვეულებრივ ფენას რა, რომ შენო ჩამოდიო, გადაიხადე უამრავი ფული, რომ შემოხვედი ამ ივენთზე და მიყურე როგორ ვამოყობ იმით, რომ რაღაც მანქანები მყავს. აი ეგ არის აისი რა. ხო, ვერ ვიტყვი რომ არ უნდა ჩამოხვიდეთ, კი, ალბათ ერთხელ მაინც ყოლა უნდა ჩამოხვიდეთ, ნახოთ, გაერთოთ, იკაიფოთ. იქ რაღაცა ღვინოს და ლევს, იქ პაგანი, ჰორაციო პაგანის შეხვდებით, რაღაც ეგეთები იქნება, საინტერესო ხალხს გაიცნობ. იბატონო, მაგრამ როგორც ასეთი საავტომობილო ივენთის დიდი არაფერი რა. კონკურსო დე ელეგანსა რაც იყო კომოზე, ჩემი აზრით ბევრად უფრო დახვეწილი და დალაგებული ივენთია რა. იქ მანქანების მოდების ჩვენება მერჩივნა, აქ პროსტა გაყინვას, იმიტომ რომ მაგრაციოა და მეორე დღეს იმენა გავეყინა რა. აი, მოკლედ ეს იყო, შევახსენოთ რომ ჩემი ახის სამგენი არის ქარუ. შეგიძლიათ უკვე ქარუზე ძალიან ბევრი მოსახლეობა მიიღოთ, დაჯავშნოთ ვიზიტი ხელოსანთან, შეიძინოთ ავტოდაზღვევა, გაიგოთ ჯარიმები, შეინახოთ ზეთის შესვლა, მაგრამ ციო ვეღარ ვაზრობდეთ, მოკლედ ბევრი რაღაცა შეგიძლიათ მეგობრებო, გამოიწევთ ჩემი ხალხი და ჩემთან ერთად და ნუ გამოიწევთ, იმიტომ რომ 100.000 გადავსვი, მე YouTube-ი დავხურე, აცი ახლა თუ გინდა ნუ გამოიწევთ 150.000-ზე გათამაშებთ Need for Speed-ს და არჩევთ თქვენც, წამოწევს გისურვებთ.